ეტკინა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს ლოყა მზია ამაღლობელის მიერ სილის გარტყმის შედეგად. ქირურგ იმპლანტოლოგ თათია ანდღულაძის თქმით, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილის შემდეგ ტკივილი არ განუცდია. ანდღულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს პოლიტპატიმარ ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხა. ქირურგ იმპლანტოლოგის თქმით, სილის გაწვნის დროს თანდაყოლილი ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს, რაც ერთდროულად მიმიკასა და მოტორულ რეაქციას მოიცავს. მისივე განმარტებით, სილის გაწვნის შემდეგ ტკივილის შემთხვევაში ტკივილის გამომხატველი გრიმასი უნდა ყოფილიყო. როგორც ანდღულაძე ამბობს, იმ ვიდეოების მიხედვით, რაც მან ნახა, ირაკლი დგებუაძეს მხოლოდ თავდაცვითი რეაქცია ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას. ეს არის ეს მოძრაობა. თუ ტკივილი ხანგრძლივი ხასიათის არის მაშინ შეიძლება რომ ადამიანი ეს ეხა მე არ აქ კვანტურ მედიცინაზე არ ვსაუბრობ, ეს ყველა ჩვენთაგანშია, ეს ყველა ჩვენთანგანს გამოუცდია. ზიას ამ სილის გაწვნის შემდეგ მას მხოლოდ და მხოლოდ აღინიშნება ერთი რეაქცია, ეს არის თავდაცვა. თუ ხედავთ კადრში რომ უკან იხევა. ეს არის თავდაცვა, ესეც თანდაყოლილია, თუმცა არის ასევე შეძენილი. აქ, რასაც ხედავ, მე პირადად, ეხლა როგორც მე ამაში ძალიან დიდი გამოცდილება. მე ყოველდღიურად მართავ ტკივილებს. წვავეს ქრონიკულს, ტრაუმული ხასიათის სიმპტომატიკის დიფერენცირებაც მიწევს მათ შორის, იმიტომ რომ ხშირია დაცემები, დარტყმები, ყბების მოტეხილობა, კბილების დაწესება და ასე შემდეგ. აქ არ იკვეთება არც ერთი მათგანი გარდა თავდაცვისა. ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა. პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ირაკლი დგებუაძისთვის გაწნილი სილის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეში დგებუაძე დაზარალებულადაა ცნობილი. 8 მაისს სასამართლო დარბაზში მოწმის სტატუსით მისულმა დგებუაძემ თქვა, რომ ჟურნალისტის სილა მას ტკივილი მიაყენა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დგებუაძეს ლოყაზე ქსოვილოვანი დაზიანება არ მიუღია. ქირურგ იმპლანტოლოგის თქმით, ნერვის მუშაობის პრინციპია, რომ თუ სახის არეში ადამიანს ეტკინა, მას აუცილებლად მოყვებოდა დაზიანება. მისივე განმარტებით, განსაკუთრებით ისეთი სახის ტიპის შემთხვევაში, როგორიც დგებუაძეს აქვს. თუ ადამიანმა ტკივილი განიცადა, გაუწითლდა, კვალი აუცილებლად დარჩებოდა. ნერვი, ნახეთ, მუშაობს ამ პრინციპით. ყველაფერი ან არაფერი. და რას ნიშნავს ეს? ყველაფერში იგულისხმება, რომ თუ მეტკინა სახის არეში, მას აუცილებლად მოყვებოდა დაზიანება. ხვდებით ისე თქმა მინდა. ანუ ეს არის ნერვის პრინციპი, მუშაობის პრინციპი, რომ ყველაფერი ან არაფერი. განსაკუთრებით თუ ვინ შეიძლება ბატონი დგებუაძის სახის ტიპს პირველი მეორე ტიპი ქვია, მაგრამ ფერფნთალებს რო ვეძახით, ამ ადამიანებში, ნახეთ, თუ ეტკინა, თუ გაწითლდა, და ესა დაზიანებული თუ როგორც ვთქვათ თქვენი ტერმინოლოგიით, ხო, კონტაქტის ადგილი, მაშინ ის აუცილებლად დატოვებდა კვალს. და გეტყვით რატომ, ნახეთ. ალბათ ეს ექსპერტმა თქვა კიდევაც, მაგრამ მე მაინც გავიმეორებ, იმიტომ რომ ამ ტიპის კანში, როგორიც ბატონი დგებუაძეს აქვს, ხო? კაპილარები ძალიან ეს ქსელი ძალიან სწრაფად გააქტიურდება და გაწითლდება პირველი, მაგრამ ის აუცილებლად დატოვებს კვალს. ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასევე დაინტერესდა არსებული ვიდეოების მიხედვით, რამდენად ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო მზია ამაღლობელის დარტყმა. აი ამ პარამეტრებით შეაფასოთ, ეს დარტყმა რამდენად ძლიერი იქნებოდა, როგორც თავად ბატონმა დგებუაძემ გზანა. მან გზანა დარტყმა იყო ძლიერი და შემდეგ სახეზე გვაქვს არის მონაცემები, რადგან ვისაუბრეთ, თუ არ არის ობიექტური ნიშნები, თუ არ არის დაზიანების კვალი და არ არის არაფერი. დარტყმა ცოტა უხეშად ნათქვამია, იმიტომ რომ დარტყმის შემთხვევაში ხელი გაშლილი უნდა იყოს და ხელის მტევნის ეს ნაწილი ბალიშს რო ვეძახით, ეს უნდა იყოს პირველადი დარტყმის ძაბა. ეხლა კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩემი თემა, მაგრამ დაგიკითხოთ მისვამთ, ვიპასუხებ იქ, რასაც მე ვხედავ და იმით საზღვრავ, ეტკინა თუ არა პაციენტს, ეს არის რომ დარტყმა, თითები, ხელები არის შეკრულ მდგომარეობაში და ძირითადად არის
ეს მომენტი. ხვდებით, არა ეს მომენტი, რომ აი გაშალე ხელი და ავიღე, ესე ვთქვათ, მანძილი დიდი და დავატყე, არა. ეს არის. ადვოკატების შემდეგ კითხვები ბრალდების მხარემ დასვა. პროკურორი ანდღულაძე შეეკითხა დარტყმის მომენტში ჩანდა თუ არა დგებუაძის შეჭმუხნა. ბრალდების მხარის კითხვას დარბაზში სიცილი მოყვა. სახის შეჭმუხნა არ არის პედიატრი? არა, ამ ტიპის ხალხის ეტაპზე სხვა მიმიტა არის ბუნებრივია ეს და ამ მომენტში არის განსხვავებული. ეს მიმიტა გაჩვენეთ და თქვენ ამბობთ, ეს კონკრეტული მიმიტა ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ტკივილის გამოხატვა, ტკივილის შემდგომი ვერ გახდება იმ მიზეზის გამო, რაც ეს არის უბრალოდ თავდაცვის რეფლექსი და მეტი არა. აი, ძალიან სწორად გაიგეთ და მაგალითს მოგიყვანთ ის, რაც ალბათ თქვენს ცხოვრებაშიც ქარიშხალში მოხვედრი ხარ? აი რაღაც უცებ რო ამოვარდება ქარი. აი თავდაცვის მიზნი. აი ეს არის ამას ქვია თავდაცვის რეფლექსი. სხდომის დასრულების შემდეგ დღევანდელი სასამართლო პროცესი მხარეებმა შეაფასეს. ჩვენ ისედაც ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ამ ტკივილზე საუბარი სიმულაციას, ფოთაშორის ეს დაადასტურა ბრალდების ექსპერტმაც წინა სასამართლოს სხდომაზე და მან თქვა, რომ დიახ, აბსოლუტურად თავისუფლად დიახ, სამხარაულის ექსპერტმა მანაც თქვა, რომ ეს აბსოლუტურად თავისუფლად შესაძლებელია იყოს სიმულაციის სფერო, იმიტომ რომ ის საუბრობდა დაზიანებებზე. დღევანდელ პროცესზე სხვა კუთხით ისაუბრა ჩვენმა ექსპერტმა მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სუბიექტურია, მას აქვს ობიექტური გამოვლინების ნიშნები. ანუ ნებისმიერმა ექიმმა, ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ ამ ადამიანს მართლა ეტკინა და ბუნებრივ რეფლექსებზე ისაუბრა, რაც ამ შემთხვევაში დგებუაძეს არ ქონია. აღნიშნული პირის ჩვენებით დაცვის მხარე ცდილობს დაადასტუროს ის გარემოება თითქოს და ფიზიკური დარტყმის მიყენების მომენტში დაზარალებულს არ განუცდია ფიზიკური ტკივილი. თუმცა დღევანდელ სხდომაზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პირი რაიმე სახის განათლებას ამ მიმართულებით არ ფლობს, ელემენტარული ტრენინგიც კი არ აქვს გავლილი ტკივილის მართვისა და ტკივილის ახვის საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი ჩვენება არ არის გასაზიარებელი საერთოდ, ვინაიდან ეს გარემოება წარმოადგენს კონკრეტული პირის შეფასების საგანს, ვისაც ადგება ეს ფიზიკური ტკივილი. ასევე ბრალდების მხარეს სასამართლოში დაკითხა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური ტკივილი შეგრძნების საკითხი ვერ გახდება სასამართლოს სამედიცინო კვლევის ობიექტი, ვინაიდან ეს გარემოება არ არის გადამოწმებადი. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის დღევანდელ სასამართლო პროცესს სხვა მხარდამჭერებთან ერთად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აბგან სადიგოვიც ესწრებოდა. მან სხდომის დაწყებამდე მცირე პერფორმანსი მოაწყო და თქვა, რომ საქართველოს საერთაშორისო დიქტატორ პუტინის დაკვეთით გაყიდეს. ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი 9 ივნის გაიმართება.